საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერდა ინიციატივა, რომელიც ეხება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების გამკაცრებას, რასაც რა თქმა უნდა სრულად მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ქართული ოცნების გუნდიც. ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ჯანდაცვის კომიტეტშიც მიმდინარეობს განხილვა, რაც შეეხება ფსიქოტროპული ნივთიერებების მხოლოდ სახელმწიფოს მიერ იმპორტს და ამავდროულად კერძო ჩანაცვლებითი პროგრამის გაუქმებას და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ განხორციელებას. ამ ინიციატივის პარალელურად ასევე შემუშავებულია ცვლილებები, რომელიც ეხება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებას, როგორც არის მარიხუანა და მცენარე კარაფი. როგორც მოგეხსენებათ, ლიბერალურმა მიდგომებმა და პოლიტიკამ პირიქით გაზარდა მოხმარება და მოთხოვნა მარიხუანასთან დაკავშირებით და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით საერთოდ შეუსაბამო არის 2025 წელს არსებულ რეალობასთან. ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად ლეგალური გახდა მარიხუანის მცენარე კანაფის მოყვანა ფლობა და განსხვავებულ და მცირე პასუხისმგებლობას იწვევს, ვიდრე სხვა ნარკოტიკული საშუალებებია. ამავდროულად არაერთი PR კამპანია წარიმართა, რომ მარიხუანა თითქოს ნაკლები საფრთხის შემცველია და მსუბუქი ნარკოტიკია, ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და ამავდროულად განსხვავებით 2017-18-19 წლების გადაწყვეტილებებისა ჩვენ შეგვიძლია დადასტურებულად კვლევებზე დაყრდნობით და ამავდროულად პრაქტიკაში არსებული გამოცდილებიდანაც მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ მარიხუანა, რომელიც ეხლა მოიხმარს შესაბამისად დამოკიდებული ადამიანები, საერთოდ სულ სხვა შემცველობის მარიხუანა, ვიდრე ეს იყო წარსულში და შესაბამისი ნივთიერებაც გაცილებით რამდენჯერმე უფრო გაზრდილი არის ამ საშუალებაში, ნარკოტიკულ საშუალებაში, რაც თავის თავად იწვევს ნერვულ აშლილობას, ფსიქოს ჯანმრთელობის განსაკუთრებულ დაზიანებას და ადამიანის როგორც საზოგადოების ერთი წევრის პირდაპირ ჩამოშორებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრდეს ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანის და მცენარე კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით ცვლილებები, როგორც სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში, ამავდროულად გამოსკაცდეს პასუხისმგებლობები ამ საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, რეალიზაციასა და გადაცემასთან დაკავშირებითაც. კერძოდ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით სისხლის სამართლის კოდექსში ამოღებული იქნება 273 პრიმა მუხლი, რომელიც არეგულირებს მცენარე კარაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მუხლი ითვალისწინებს მსუბუქ სანქციებს, პასაპატიმრო სასჯელი, ანუ თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახით საერთოდ არ არის გათვალისწინებული. და ცვლილებების შემდეგ მცენარე კანაფის ან მარიხუანის ფლობა მოექცევა სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებში იმავე რეჟიმში, რაც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზეა დადგენილი. კერძოდ მცირე ოდენობით კანაფის, იგულისხმება 10 გრამამდე, მარიხუანას გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლი 10 გრამამდე, მოქმედი რედაქციის მიხედვით იწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ სახდელის დაკისრებას, ეს არის 500 ლარიანი ჯარიმა, ხოლო მისი განმეორება 1 წლის განმავლობაში იწვევს 273 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ეს არის თავისუფლების აღკვეთა საერთოდ არ არის გათვალისწინებული, არის ჯარიმა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით 100-დან 160 საათამდე. შემოთავაზებული ცვლილებების შემდეგ, მას შემდეგ, რაც 273 პრიმა მუხლის ამოღება მოხდება, აღნიშნულ რაოდენობებზე კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, ეს არის მცირე ოდენობით მცენარე კანაფი 10 გრამამდე, ან მარიხუანა გამომშრალი 5 გრამამდე და ნედლი 10 გრამამდე. პირველი შემთხვევა ისევ და ისევ გამოიწვევს
ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში შეძენა შენახვა გადაზიდვა გადაგზავნა მოექცევა 273 მუხლის რეგულაციაში, სადაც გათვალისწინებულია სასჯელის სახით ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ან და თავისუფლების აღკვეთა ვადით 1 წლამდე. რაც შეეხება უკვე სისხლის სამართლის დასჯად ოდენობას, იგულისხმება მცენარე კანაფის შემთხვევაში 10 გრამიდან 155 გრამამდე, ხოლო გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში 10 გრამიდან 140 გრამამდე. პროექტის მიხედვით აღნიშნული ოდენობების შეძენა შენახვა გამოიწვევს 260 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, კერძოდ თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე, ხოლო უკანონო დამზადება, წარმოება, გადაგზავნა ან გადაზიდვა გამოიწვევს 260 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და სასჯელის სახით გათვალისწინებულ იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით 3-დან 7 წლამდე, მაშინ, როდესაც 273 მუხლის არსებული რედაქციით ამოდენობების მარიხუანისა და მცენარე კანაფის ფლობა გადაზიდვაზე მხოლოდ ჯარიმან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა გათვალისწინებული, კანონი ვერ ახდენს პრევენციას და სამწუხაროდ გამრავლებული არის როგორც შეძენა შენახვები მარიხუანის და მცენარე კანაფისა, ასევე შესაბამისი გადაზიდვების და რაც შეეხება დიდი ოდენობით მცენარე კანაფის, ანუ 155-დან 750 გრამამდე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ 155-დან 750 გრამამდე, ან მარიხუანის გამომშრალის შემთხვევაში 70-დან 250 გრამამდე, ხოლო ნედლის შემთხვევაში 140-დან 500 გრამამდე შეძენა შენახვა გამოიწვევს 5-დან 8 წლამდე პასუხისმგებლობას, ხოლო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გადაგზავნა 6-დან 9 წლამდე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ ოდენობისთვის და საკმაოდ მძიმე დიდი ოდენობები არის მოქმედი რედაქციითაც პასუხისმგებლობის ზომა მხოლოდ ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა გათვალისწინებული, ხოლო თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 წლამდე ვადით. განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში, რაც გულისხმობს მცენარე კანაფის 750 გრამიდან და მარიხუანას 750 გრამიდან და მეტის, ხოლო მარიხუანას შემთხვევაში გამომშრალის შემთხვევაში 50 გრამიდან და მეტის, ხოლო ნედლის შემთხვევაში 500 გრამიდან და მეტის შეძენა შენახვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე, ანუ უბრალოდ თავისუფლების სახით. იგივე გამკაცრებული რეგულაციებია, რა თქმა უნდა, რეალიზაციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ნარკოტიკულ საშუალების რეალიზაცია მოხდება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მივიճელეთ ჩვენ წინა ცვლილებების განხილვის დროს. რაც შეეხება კულტივაციას, გადაისინჯება საკონსტიტუციო გადაწყვეტილებები მცენარე კანაფის მოყვანასა და კულტივაციასთან დაკავშირებით და მასზე გავრცელდება იგივე სანქციები, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი სხვა მცენარეების კულტივაციაზე არსებობს. კერძოდ, პროექტით მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაძლევა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობით, ანუ 155 გრამამდე მცენარე კანაფის მოყვანისათვის ასევე დადგინდება თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არ უნდა იყოს 6 წელზე მეტი. ასევე დაემატება ალტერნატიული საქციები, როგორიც არის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან შინა პატიმრობა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის მოყვანა კულტივაციისთვის არსებული სანქციები დარჩება უცვლელად.